დილამშვიდობის დაიწყო ახალი სამუშაო კვირა და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი საქართველოში და შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, რაც აჩვენებს არაბ შეიხთან ქართული ოცნების დამფუძნებლის გამოჩენა. ამ და სხვა აქტუალური საკითხებით ვიწყებს ზუსტად 60 წამში. ნინო კალანდაძეა ჩვენი პირველი სტუმარი და შესაბამისად ის ერთ წუთში შემოგვიერთდება. იქამდე კი თვალი გადავავლოთ ბოლოს სიახლეებს. გაეროს გენერალური ასამბლეის ხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ნაცვლად მიხეილ ყაბილაშვილი წარადგენს. ყაბილაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი უკვე დაიწყო. ეს გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. პრესამსახურის ინფორმაციით დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. დაკავებულების პირადი საცხოვრებელებინების ჩხრეკისას ასევე ერთ-ერთი ადგილიდან მივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუცილებლობაზე იმსჯელეს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის, გარემოს დაცვის და ეკონომიკურ ინტერესებს დააბალანსებს. მაშასე ეს არის დღის ნიუსრუმი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელი ნინო კალანდაძე. ჩვენთან ერთად გამარჯობა ქავტონ ნინო და მადლობა რომ გესტუმრეთ. დილამშვიდობის მადლობა მოწვევისთვის. ქავტონ ნინო, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის საქართველოში ვიზიტი იქცევს ყურადღებას, ამიტომ მოდით დღეს ამით დავიწყოთ. ვიზიტი რამდენიმე დღის წინ პარასკევს შედგა, განსაკუთრებული ყურადღება კი მიიქცია იმ გარემოებამ და ფაქტმა, რომ უпроსტად სტუმარ პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა არა მხოლოდ ირაკლი კობახიძემ და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, არამედ ბიძინა ივანიშვილმა. როგორ უნდა შეფასდეს არაბ სტუმრებთან ივანიშვილის გამოჩენა და რა დაგანახათ, ასე ვთქვათ, იმ ფოტოებმა და ინფორმაციამ, რომელიც გავრცელა ქართულმა ოცნებამ? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ამ ვიზიტს ალბათ რამდენიმე განზომილება აქვს. პირველი ის, რომ არაბთა საამიროები ეხლა არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენიდან მოკავშირე, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არა მხოლოდ საქართველო და მისი მთავრობა დღეის მდგომარეობით, არამედ თავად ბიძინა ივანიშვილიც პრაქტიკულად საერთაშორისო იზოლაციის პირობებში ფუნქციონირებს. ამავდროულად ის აშკარაა, რომ ინდივიდუალურ გარიგებებში შედის იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც მას რაღაცნაირად გვერდში უდგანან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოლოლიკაშვილის გათავისუფლება ნაადრევი იმასთან დაკავშირებული იყო, რომ სწორედ არაბთა საამიროების კანდიდატურაში გაიცვალა მისი საქართველოს კანდიდატურა ამ შემთხვევაში. ასევე ბაჩაშვილთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ უკავშირდება კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის ინტერესთან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაბთა საამიროები ძალიან გამოკვეთილად ფორმალობებს ყურადღებას აქცევენ, არ გამკვირვებია ბიძინა ივანიშვილის ამ კონტექსტში გამოჩენა, იმიტომ რომ მათი პროტოკოლარული მოთხოვნა მაღალი ალბათობით იქნებოდა, რომ დაფიქსირდეს მათ მიმღებად თუ დამხვედრად სწორედ ის ადამიანი, ვინც ფლობს ძალაუფლებას და გამოჩენა იყო დასტური იმის, ვინ იღებს საქართველოში გადაწყვეტილებას. ეს არის მეორე ასპექტი, რომელზეც გავამახვილებდი ყურადღებას, ანუ პირველი ჩემი მარწმენით ეს იქნებოდა ძალიან კაფიო მოთხოვნა სტუმრების, მათი პროტოკოლის, რომ მათ ფორმალურადაც და საჯაროთაც, არა მხოლოდ კულუარულად, არამედ საჯაროთაც სწორედ ის პირი დახვდეს, ვინც არის საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები. და მეორე, რასაც თქვენ ბრძანებთ, ის რომ ყველა სპეკულაციას, მათ შორის რაღაც გავრცელებულ ჭორებს, რომ რუსეთმა კობახიძით ჩაანაცვლა ივანიშვილი და რაღაც ახალ კანდიდატურას ამზადებს, აქ ვინ შეიძლება რომ საყრდენი იყოს და ასე შემდეგ, აქ ძალიან კაფიოდ ითქვა, რომ გადაწყვეტილების მიმღები არის ივანიშვილი და მისი მინისტრთა კაბინეტი არის არაფერი გარდა იმისა, რომ ფორმალურ სტატუსს ატარებს. კი, ასე განმარტავდი მე, მაგრამ პირველ რიგში ის, რომ განსაკუთრებული პატივით მიიღეს მათი გადმოსახედიდან ეს სტუმრები, იმიტომ რომ მათთან გარკვეულწილად ვალში არიან და მთელი მათი ფული იქ არის დაბანდებული, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში ვეღარ გადის და ეს მათთვის
ნიშნულოვან დატვირთვას ატარებს. მაშინვე მოხდებოდათ თვალშეხრა პირველია დროშები ყოველთვის იყიდება, როდესაც სახელმწიფო ვიზიტი ხორციელდება, მაგრამ ამ რაოდენობის და ასეთი აეროპორტის გზაზე შემხვდა იმ დროს მოვდიოდი, მთელი ქალაქი რომ ასე იყოს გადაჭედილი სტუმარი სახელმწიფოს დროშებით, ეს აღარად ხაზგასმით ლოიალობა ფიქსირდება. კიდევ ერთი პოპულარული შეფასება არის ის, რომ ამით ბიძინა ივანიშვილმა არაბ პრეზიდენტს აჩვენა, რომ თავად იქნება, ასე ვთქვათ, არაბი ინვესტორებისთვის გარანტორი, თუ კი რა თქმა უნდა ისინი საქართველოში დამატებით მილიონებს წამოიღებენ. ამ ჭრილშიც რამდენად შეგვიძლია დავინახოთ, რომ პარასკევს გამართულ აუდიენციაზე წარმოდგენილი იყო არა კიდევ ერთხელ მხოლოდ პრემიერ-მინისტრი რაკი ყობახიძე, არამედ ქართული ოცნების დამფუძნებელი. არ განვიხილავდი ამ საკითხს როგორც მნიშვნელოვან ასპექტს, გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლებ სავარაუდოა საქართველოს მოცემულ ვითარებაში რომელიმე სერიოზული ქვეყნის საინვესტიციო დაინტერესება საქართველოში, იმიტომ რომ საქართველო როგორც ასეთი ყურადღებას იქცევს და მნიშვნელობას წარმოადგენს პოტენციური სერიოზული ინვესტორებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის რეალურად არის დაკავშირებული ევროპულ ბაზარებთან. საქართველო დამოუკიდებლად როგორც რაღაც 3 მილიონიანი პატარა სახელმწიფო განსაკუთრებული ინვესტიციების ინტერესს არ წარმოადგენს და მათ შორის არ წარმოადგენს არაბული სამყაროდან. ეს არის პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს, რომ თითქოს დასავლეთის ჩანაცვლება რაღაც აღმოსავლური ინტერესებით შესაძლებელია საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ აქ უბრალოდ ხაზგასმა მოხდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს და ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს მათთან ურთიერთობების შენარჩუნება, ვინაიდან ცივილიზებულ სამყაროში სხვა მოკავშირე მას პრაქტიკულად აღარ დარჩა. ხო, აი, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობის შენარჩუნებას და ამ თვალსაზრისით ქართული ოცნების გათვლებს რაც შეეხება, ბევრმა გავრცელებულ ფოტოებში და კადრებში, რომელიც ნახეთ ქართული ოცნების მხრიდან, რა ვიცი, ივანიშვილის მიერ ქედის მოდრეკვაც კი, ასე ვთქვათ, დაინახა არაბი პრეზიდენტის მიმართ. თუმცა, მაინც გადაჭარბებული ხომ არ არის ეს შეფასება, ესეც მინდა გკითხოთ. აი, თქვენ რა შთაბეჭდება დაგიტოვათ იმ ფოტო და ვიდეო მასალამ, ასე ვთქვათ, რომელიც ვნახეთ და ამდენად დაინახეთ, ვთქვათ, ხელის ჩამორთმევის და პროტოკოლური მისალმების გარდა ამ კადრებში კიდევ რაღაც სხვა ბიძინა ივანიშვილის. კი, არა მხოლოდ კადრები, არამედ თვითონ ფაქტი უკვე ცხადყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ებღაუჭება ამ ურთიერთობას, იმიტომ რომ ეს არის მისი ერთგვარი ერთი იმიტომ რომ ვალშია მათთან და მეორე იმიტომ რომ მის რაღაც ფინანსურ ბრუნვას თუ კაპიტალ დაბანდებას თუ შემდგომ რაღაც ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს ის უკავშირებს სწორედ იმ სახელმწიფოს, რომელიც ამ ეტაპზე მას გვერდში უდგას. და მას ალტერნატივა არ აქვს იმ პირობებში, როდესაც ის მთლიანად მოწყვეტილია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი ტიპის კომუნიკაციას, მთლიანად შეჩერებულია ყველანაირი ტიპის კომუნიკაცია, მათ შორის მის ფინანსური ინტერესების აღდგენასთან დაკავშირებით დასავლეთთან, მას ახლა ჭირდება მყარი მოკავშირე, რომელიც მეტნაკლებად ვთქვათ, მისგან არ ითხოვს რაღაც განსაკუთრებულ დემოკრატიულ წინაპირობებს ურთიერთობაში. კეთილი კიდევ ერთი რაზეც მინდა ვისაუბროთ, ეს არის მიხეილ ყაველაშვილის გამგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში პრესსამსახურის ცნობით ის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვითაც გამოვა. ეხლა როგორც წესი აქამდე გაეროში პრემიერ-მინისტრები მიდიოდნენ კიდეც, მეტიც გვახსოვს წლები, როდესაც ასე ვთქვათ, ქართული ოცნებას მისივე არჩეულ პრეზიდენტებთან ერთგვარი კონფლიქტიც კი ჰქონდა იმის გამო, თუ ვინ უნდა გამგზავრებულიყო გაეროში და როგორც წესი, საბოლოოდ მაინც პრემიერ-მინისტრები მიდიოდნენ ხოლმე. აი, როგორ ფიქრობთ, ახლა რატომ თქვა გამგზავრებაზე უარი ირაკლი ყობახიძემ და შესაბამისად რატომ გაამგზავრეს და გაუშვეს იქ მიხეილ ყაველაშვილი? ხო, ამ ფორმულირებით არის ზუსტად სწორად კითხვა დასმული, იმიტომ რომ აქ შესაძაფასებელი არაფერია იმაში, ყაველაშვილმა იქ რა უნდა თქვას, ან ყაველაშვილი რატომ მიემგზავრება, არამედ გაცილებით უფრო საინტერესოა, რატო არ მიდის ყობახიძე ამ შემთხვევაში. პირველი, იმიტომ რომ
ფორმალურად და პროტოკოლარულად სწორედ სახელმწიფოს მეთაურს ეკუთვნის კონსტიტუციური წყობის მიხედვით თუ პრეზიდენტია პირველი პირი, მაშინ პრეზიდენტი ჩადის, თუ ეს პრემიერ-მინისტრია, მაშინ თუ პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს სახელმწიფოს, მაშინ პრემიერ-მინისტრი უნდა წარდგეს იქ სიტყვით, მაგრამ სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ გაეროს ტრიბუნა არის ერთის მხრივ სერიოზული ტრიბუნა და ამავდროულად გაეროს ასამბლეის ფორმატში პარალელურ შეხვედრებს ძალიან დიდი დატვირთვა ენიჭება საერთაშორისო ურთიერთობებში. კობახიძემ უბრალოდ რაღაც მორიგი სირცხვილი აირიდა თავიდან ჩემი მარწმენით, იმიტომ რომ პირველი მას იქ სათქმელი არაფერი ექნებოდა, არაფერს ახალს და არაფერს განსხვავებულს იქ ვერ წარადგენდა და უბრალოდ უნდა კრიტიკის საგანი ყოფილიყო საქართველოს მოკავშირეების მხრიდან. ამავდროულად ის ვერ მოახერხებდა ვერც ერთ სერიოზულ შეხვედრას, რომელიც აი ამ საიდლაინ შეხვედრებს ასაც ეძახიან. ხელის ჩამორთმევაზეც კი უარსებობნებიან ამასობაში. ირაკლი ყობახიძეც ადასტურებს მედიასთან, მიხეილ ყაველაშვილი მშობლიურ, ანუ ქართულ ენაზე, ასე ვთქვათ, მიმართავს გაეროს. ხა ზოგადად მშობლიურ ენაზე გამოსვლა პრაქტიკაა, ხო, ესეთი ნებადართული პრაქტიკა და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა მაინც როგორ უნდა შევხედოთ ამ ამბავს, ესეც მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ აქამდე როგორც წესი საქართველოს ოფიციალურ პირებს, პირველ პირებს ყოველთვის ინგლისურ ენაზე ჰქონდათ საკუთარი სიტყვა. ლელა ყაველაშვილი იმდენად არარსებული ფიგურაა, რომ მე მგონი საერთოდ მნიშვნელობას არ უნდა ვანიჭებდეთ ის რა ენაზე გამოვა. თავისთავად ის რომ ფიგურა იყოს, იმაში დასაძრახი არაფერია, თუ ის აირჩევს რომ ქართულად ისაუბროს. მაშინაც კი თუ ის ინგლისურს კარგად ფლობს და თუ არ ფლობს, არც ეს არ არის განსაკუთრებული პრობლემა. ანუ აქ ეს არ არის გამსაზღვრელი კრიტერიუმი. კარგია თუ სახელმწიფოს ვინც საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს სრულფასოვნად ფლობს 5, 10 და მეტენას, მაგრამ თუ ეს არ არის ასე, არც ეს არ არის განსაკუთრებული პრობლემა. თავარია ის სახელმწიფო ინტერესს ატარებდეს და სახელმწიფოს და მისი ხალხის ინტერესში მოქმედებს. ყაველაშვილი იმდენად არავინ არ არის, რომ საერთოდ არცებით მნიშვნელობა არ აქვს რა ენაზე ისაუბრებს, რა საკვირველია, ჯობია იმ ენაზე ისაუბრო, რასაც თარგმანი არ ჭირდება, რომ არაფერი დაიკარგოს, რომ ზუსტად გზავნილი ისე გადაიცეს აუდიტორიაში როგორც გამომსვლელს სურს, მაგრამ ყაველაშვილის სიტყვა იმდენად დაცლილი იქნება შინაარსისგან, ის არც მისი მომზადებელია, არც ამ მისი გამოსვლის ჩარჩოს განსაზღვრავს და არც დასავლური აუდიტორიისთვის რამე აქვს სათქმელი. ამიტომ არცებით მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს რა ენაზე გამოვა. თავისთავად რასაკვირველია ჯობია რომ სახელმწიფო მეთაური, რომელიც წარმოადგენს თავის ქვეყანას, სრულფასოვნად ფლობდეს. აჩვენება იმას, რა შეიძლება თქვას მიხეილ ყაველაშვილმა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ გაეროს ტრიბუნას გამოიყენებენ იმისთვის, რათა მსოფლიოს სიმართლე უთხრან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. თავის მხრივ ვიცით, როგორია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან და ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკური კრიზისის მიზეზებთან დაკავშირებით ქართული ოცნების პოზიცია, ხო დასავლეთის განსაკუთრებით ევროპელ პარტნიორებს სადანაშაულებს ჩვენი ქვეყანა საქართველოს სიტუაციის არევალში რადიკალიზმში და ექსტრემიზმის წახალისებასა და მეტიც დაფინანსებაშიც კი. შესაბამისად, აი რამდენად მოსაოდნელია, რომ ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ახლა უკვე საერთაშორისო ტრიბუნას გამოიყენებს დასავლელი პარტნიორების კრიტიკისთვის და ხო, აი გაეროშიც არ მოერდება ამის გაკეთება. სავსების მოსალოდნელია, იმიტომ რომ ქართული ოცნების მთელი დანიშნულება და ფუნქცია ამ ეტაპზე არის რუსული დეзинფორმაციის, რაც შეიძლება ფართე არეალში გავრცელება და მაღალი ალბათობით გამოიყენებენ ამ ტრიბუნას, სადაც ისინი უბრალოდ FSB-ში დაწერილ რაღაცა სულელურ კლიშეებს წარადგენენ, რომ deep state-ი მართავს მსოფლიოს და რომ საქართველოში რაღაც პაპუაშვილი იცავს სუვერენიტეტს დასავლეთისგან მაღალი ალბათობით იქნება რაღაც მათი ქართული აუდიტორიის გასაგონად ეს სიტყვა გაჯერებული აი ამ რუსული დეзинფორმაციული კლიშეებით, რომელსაც ისინი საქართველოში ყოველდღიურად ავრცელებენ, დასავლეთთან ურთიერთობაში ყოველდღიურად ავრცელებენ და შესაძლოა ეს ტრიბუნაც იქნას გამოყენებული ამისთვის. არ წყდება რისთვისაც ალბათ დამატებით შეირჩა ყაველაშვილის ფიგურა, რომ სწორედ ის იყოს ის კომიკური პერსონაჟი, რომელიც ამ თემებზე რაღაც თამამად და ამაყად ისაუბრებს ისე რომ მართლაც არ წყდება ქალტონინო კრიტიკა დასავლელი პარტნიორების მისამართით და მოკლე ამონარიდი ქართული ოცნების ახალი განცხადებიდან ვინც არ უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება თუ ევროპიდან არავის მივცემთ შესაძლებლობას უსაფუძვლოდ აკრიტიკოს ჩვენი ქვეყანა და შეურაცხყოფა მოგვაყენოს ეს გუში მითქვა ქართულ ოცნებაში და არამხოლოდ კრიტიკა ბრალდებები ისმის თან სერიოზული ხო ბრიუსელის მისამართით განსაკუთრებით შეტევის ობიექტია ელჩები
საქართველოში, მათ შორის გერმანიის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ბოლო პერიოდში ნიდერლანდების ელჩის მისამართითაც წარმოვიდა როგორც კრიტიკა, ისე ბრალდებები. აი, ვის აზიანებს ის, რასაც საქართველოს ბრიუსელის ურთიერთობებში ვხედავთ, ესეც მინდა გკითხოთ და რატო? თავად ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ ეს აზიანებს ბრიუსელს და კონკრეტულ ელჩებს. თქვენი პასუხი რა არის? რაციონალურად თუ შევხედავთ ამ საკითხს, რასაკვირველია ეს აზიანებს პირველ რიგში ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ავად თუ კარგად მათ რაღაც ტიპის დიალოგის წარმოება მოუწევთ დასავლეთთან, იმიტომ რომ საქართველოს გლობუსიდან მოწყვეტილი ვერ იქნება და როგორც რუსეთს უწევს დიალოგზე წასვლა და მოლაპარაკებებში შესვლა იქ, სადაც ამის სურვილი არ აქვს, მის რაღაც მინი წარმომადგენლობასაც მოუწევს რაღაც ეტაპზე ყურად იღოს, რასაც იძახის დასავლეთი, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ძალთა ბალანსი არ არის ასე ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილი და მით უმეტეს არ არის სახათ რუსეთის სასარგებლოდ გამოკვეთილი, ვინც პატრონობს ქართულ ოცნებას. ამიტომ რასაკვირველია პირველ რიგში ეს უნებს ქართულ ოცნებას. სამწუხაროდ ეს უნებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებსაც, არა იმიტომ რომ ისინი საქართველოს წარმოადგენენ, მათ ლეგიტიმაციის პრობლემა უდგათ და დასავლეთი მათ არ აღიარებს როგორც დემოკრატიულ წარმომადგენლებს ქართული სახელმწიფო ინტერესების, მაგრამ იმის გამო რომ ეს პროცესები ასე არის გაჭიანურებული, გაწელილი და კითხვის ქვეშ დგას იმ სიკეთეების გაუქმება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს დასავლეთთან ურთიერთობი და ასოცირების პროცესში მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაკვირველია ეს პროცესი ვნებს მათ შორის ქართულ ხალხს და ქართულ სახელმწიფო ინტერესებს გრძელვადიან პერსპექტივაში და მოკლევადიან პერსპექტივაში ცალკეულ ინდივიდუალურ ევროკომისარი იყო რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა ჩვენს რეგიონს მარტაკოსი, ჩავიდა აზერბაიჯანსა და სომხეთში და როგორც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვისმენთ განცხადებებს საქართველოსკენ არ გამოუხედავს, არადა ქართულ ოცნებაში, ასე ვთქვათ, ჯიუტად სთავაზობენ როგორც ამერიკას, ისე ბრიუსელს ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას. არ ვიცი, რა შანსი შეიძლება არსებობდეს ყველაფრის თავიდან დაწყების ეს ერთი, მაგრამ მეორე მხრივ გასაგებია, რომ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვიმყოფებით, თუმცა მაინც უპრიანი ხომ არ არის ევროპელ პარტნიორებს გარკვეული ტიპის კომუნიკაცია, პირად კომუნიკაციას გულისხმობ, კონდეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობასთან, თუნდაც იმიტომ, რომ რაღაც საბოლოო ჯამში რაღაც გამოსავლამდე მივიდეთ. კარგი იქნებოდა რომ კონდეს ლაპარაკება, რამდენად სწორი გამოსავალია ეს მინდა. არ დალაპარაკება არ მომდინარეობს დასავლეთის მხრიდან, არ დალაპარაკება მომდინარეობს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, იმიტომ რომ ფაქტად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს სურდა მასთან შეხვედრა და მასთან დიალოგი ბიძინა ივანიშვილმა არის სურვა. სხვა პირებს ისინი არ განიხილავენ არც გადაწყვეტილების მიმღებებს და არც სათანადო მედიატორებს, ამიტომ ბუნებრივია რომ ისინი სხვას არ ესაუბრებიან ამ თემებზე. საქართველოს ბედს დღეს წყვეტს ბიძინა ივანიშვილი კრემლთან შეთანხმებით. რუსეთთან ისინი დიალოგში ისეაც იმყოფებიან გეოპოლიტიკურ ნაწილში, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით ისინი უნდა ესაუბრონ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ სრულიად გასაგებია რომ ისინი რაღაცა ეკონომიკის მინისტრს და რაღაც ყაველაშვილს და კობახიძეს არ დაელაპარაკებიან გადატვირთვის შესაძლებლობებზე, მით უმეტეს რომ ამ გადატვირთვას რაღაც კონკრეტული წინაპირობები უნდა ქონდეს, უბრალოდ ჰაერიდან მოტანილი გადატვირთვა ვერ იქნება და შენ თუ არაფერს არ ცვლი შენს ურთიერთობებში, მაშინ გადატვირთვის წინაპირობებიც არ არსებობს და შესაბამისად საფუძველი არ არსებობს და გამორიცხულია საერთოდ დიალოგის წარმოების რა პლატფორმა შეიძლება არსებობდეს ამ შემთხვევაში. უბრალოდ შეხვედრები ხوار დაინიშნება უშედეგოდ, როცა წინასწარ იცი რომ არანაირი შედეგი არ ექნება ამ შეხვედრას. დასავლეთმა განსაზღვრა ურთიერთობის ჩარჩო, დასავლეთმა არაერთხელ შეიმუშავა რაღაც რეკომენდაციათა ჩამონათვალი, რომელიც ცივილიზებული და მეტნაკლებად დემოკრატიული ხელისუფლების პირობებში ძალიან მარტივად იქნებოდა შესასრულებელი და ამ შემთხვევაში დიალოგში შემოვიდოდნენ. დასავლეთს რომ კონდეს მინიმალური შეგრძნება მაინც იმისა, რომ სახელმწიფოში არსებობს თუნდაც არადემოკრატიულ ძალებში მინიმალური პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს პოლიტიკა შეიცვალოს, მაშინ დიალოგზე წამოსვლელი არის ყველა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ილანძღებიან. რამდენიმე წუთის წინ რუსეთსაც კი ელაპარაკებიან. რუსეთსაც კი, რასაკვირველია. უკრაინაში იმ შეჭრისა. კი, რუსეთსაც ელაპარაკებიან, იმიტომ რომ რუსეთს ისინი მოიაზრებენ როგორც რაღაც მოთამაშეს, რომელთანაც ამ კონფლიქტიდან გამოსავალი უნდა მოინახოს. საქართველოს ქართული ოცნების რეჟიმს ისინი არ განიხილავენ როგორც დამოუკიდებელ მოთამაშეს. ისინი საქართველოსთან მიმართებითაც რუსეთს ელაპარაკებიან დღეის მდგომარეობით, იმიტომ რომ საქართველოს არ მართავს
სახალხო წარმომადგენელი, არამედ მართავს რუსეთის წარმომადგენელი და ამიტომ უნებრივია რომ ისინი თუ ვინმეს დაელაპარაკებიან ეს იქნება ივანიშვილი და ივანიშვილთან დიალოგი ვერ დგება, იმიტომ რომ ივანიშვილი საქართველოსი ვაჭრობს საკუთარ ინტერესებს. ის პირობებს აყენებს რომ მესაუბრეთ ჩემს ფულზე და ჩემს გაყინულ აქტივებზე, თუ გინდათ რომ საქართველოსეც გესაუბროთ და ნუ ეს ჩიხური მდგომარეობაა ხო? ჩეხეთის მთავრობამ გაავრცელა გასულ კვირას ინფორმაცია, რომ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ფლობელებისთვის დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება და ერთი კითხვა იმ სანქციების კონტექსტში დავსვათ, ეს სერიოზული, ეს ზომა საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს, რომ ამბობს უშუალოდ ამ გადაწყვეტილებაზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა ჩდება კითხვა, რატომ ვერ მიდის ევროკავშირი უფრო შორს, ვიდრე უბრალოდ რაღაცა სავიზო, ესე ვთქვათ, შეზღუდვების შემოღება. შეუძლია თუ არა ბრიუსელს უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ პირებთან მიმართებაში? ბრიუსელს არა. დღეის მდგომარეობით ევროკავშირის სტრუქტურას უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება იმდენთ არ შეუძლია იმ ფარგლებში, რომელიც კონსენსუსს საჭიროებს, ან იმ გადაწყვეტილებებში. ცალკეული ქვეყნების მაგალითზე ვხედავთ, ცალკეული ქვეყნების მაგალითზე როგორ ვერ ვხედავთ? ახლა ბრიტანეთი ძალიან მკაცრად მოქმედებს, გერმანია, რომელიც ალბათ პირველი კი არა და უკანასკნელი იყო, ვინც ამბობდა, რომ ევროკავშირის ერთიანი სულისკვეთება არ უნდა დაირღვეს და ეს არის მთავარი პრინციპი. გერმანია აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც ერთმა პირველმა დააწესა ორმხრივი სანქციები. ან მან რასაკვირველია მივალთ, უბრალოდ ხო გვესმის ახლა ჩვენც რომ ჩვენი გადმოსავალი ჩვენი ქვეყნის პრიზმიდან ვიყურებით, მაგრამ საქართველოს ამ ეტაპზე ახლა მსოფლიო ყურადღების ცენტრში არ არის, ანუ პრიორიტეტებში პირველი არ არის, მით უმეტეს რომ დასანქცირა რამდენიმე დღის წინ ოთარ ფარცხაძე და ლევან ვასაძე, თუმცა როგორც ირკვევა, ისინი დასანქცირებულნი არიან, როგორც უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის საქართველოსთან დაკავშირებული ყველა სანქცია, რომელიც საქართველოში მოქმედ მაღალჩინოსნებს უკავშირდება და ედებათ, ნაწილობრივ უკავშირდება საქართველოში მიმდინარე პროცესს, მაგრამ პირველ რიგში ეს არის გამოწვეული იმით, რომ ისინი არიან მხილებული და ბრალდებული რუსეთთან თანამშრომლობაში და რუსეთის ომში დასავლეთის წინააღმდეგ მათ მოკავშირეობაში. ეს არის სანქციების ყველაზე ფუნდამენტური საფუძველი, რის გამოც ისინი ივანიშვილის რეჟიმის ცალკეულ წევრებს სანქციების ენით ესაუბრებიან. ეს არის მათი სადამსჯელო თუ პრევენციული ზომები, რომელსაც ისინი იღებენ სწორედ იმიტომ, რომ ისინი თანამშრომლობენ FSB-სთან, სწორედ იმიტომ, რომ ისინი თანამშრომლობენ რუსებთან სანქციების არიდების მიზნით, სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით, ისინი საშუალებას აძლევენ, რომ სანქცირებული თანხები საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით მიედინებოდეს დასავლეთში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სანქციების პრიორიტეტულ საფუძველს წარმოადგენს სწორედ ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი თანამშრომლობს რუსეთთან დასავლეთის წინააღმდეგ ომში. კი ბატონო, ცოტა დრო ამერიკასთან ურთიერთობებზეც და მეგობარ აქცენტი მინდა გავაკეთო აქცენტი და შესაბამისად ამ კანონ პროექტის მიღების პერსპექტივაზე როგორია თქვენი შეხედულება, ეს რომ გაგვიგზავნოთ კანონ პროექტი აღმოჩნდა რომ დაჩქარებული წესით არ იქნა მიღებული, თუმცა საერთოდ რამდენად იქნება მიღებული. მაგალითად აი ჯო უილსონი, რომელიც მეგობარი აქტის ავტორია, ამბობს რომ ქართული ოცნების არაღიარების თაობაზე შესწორების წინადადება დააყენა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში. ამაზე ქართული ოცნების პასუხია, რომ მეგობარი აქტი მზის შუქს ვერ ნახავს და ჯო უილსონს თავში ახალი იდეა მოვიდა. მართლაც აი რითი შეიძლება აიხსნას ქართული ოცნების შესახებ ძალიან ცუდი შინაარსის ჩანაწერის გაკეთება სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში, როცა არსებობს კანონ პროექტი მეგობარი აქტის სახელწოდებით. ეს მართლაც ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სულ უფრო და უფრო მცირდება, ასე ვთქვათ, მეგობარი აქტის დამტკიცების პერსპექტივა. მე იცით რა, მეგობარი აქტი შემუშავებულია ორპარტიული წარმომადგენლობით და შესაბამისად კონსენსუსური საფუძვლით. ამავდროულად მეგობარი აქტის შინაარსობრივი სულისკვეთება ასახავს იმას, რა ურთიერთობაშიც დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ქართულ ოცნებასთან იმყოფება. ანუ რამდენად ეს აქტი ფორმალიზდება თუ არ ფორმალიზდება, შიგნით ცალკეული ფორმალური თუ რეგლამენტის თუ სხვა საკითხების პროცედურული თუ სხვა მიზეზებით რაღაც გაჭიანურების მიღმა
თავად ფაქტობრივად ასახავს იმას, რა ურთიერთობებშიც დღეს ვაშინგტონი და თბილისი ერთმანეთთან იმყოფებიან. პრაქტიკულად არანაირში. ანუ თვითონ ის ფაქტი, რომ ქართულ ოცნებასთან მიმართებით პოლიტიკა არათუ არ გადახედილა ტრამპის პირობებში, არამედ კიდევ უფრო გამწვავდა, რიტორიკაც უფრო გამწვავდა. სწორედ ამ პირობებში დაიძრა საერთოდ ამ მეგობარი აქტის საკითხი. ის რომ ამდენი მცდელობის მიუხედავად არანაირ დიალოგზე არ მოდის არც ერთი დიპლომატიური თუ კულუარული შრე, ხო, აი ვერც ერთ შრეში ვერ შეაღწიეს ივანიშვილის წარმომადგენლებმა, ფორმალურებმა თუ ლობისტებმა თუ ცალკეულმა ინტერეს ჯგუფებმა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა ივანიშვილთან მიმართებით არ შეცვლილა და არც შეიცვლება. ეხლა შეიძლება მეგობარი აქტის მიღება არ მიღების საკითხი უკავშირდებოდეს რაღაც ტიპის პროცესებს, რომელსაც ისინი რაღაც ღია ფანჯარად იტოვებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ აქ სხვა ტიპის დიალოგის მზაობა აღმოჩნდა, მაშინ შესაძლოა რომ ამ მეგობარმა აქტმა უკან დაიხიოს. მაგრამ არაფერი წინაპირობა არ არსებობს იმისა, ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონში რამე უკეთესობა შეინიშნება ივანიშვილთან მიმართებით. ქართული ოცნება ტრამპის ყურადღებას მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს მუდმივად შეახსენებს, რომ იგივე deep state-ის თუ ბაიდენის ადმინისტრაციის შესახებ თანხმედრაშია მათი პოზიციები. ძალიან აქტიურია ჯო უილსონი და ბოლო კითხვას დაგისვავთ, რომელიც კიდევ ერთხელ მეგობარი აქტის ავტორია. მას რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ შეხვდნენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებიც მორიგი ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯამში რისი წამოღება შეიძლება სანქციები იქნება ეს თუ სხვა ტიპის ნაბიჯები ამერიკის შეერთებული შტატებისგან და რისი წამოღება შეუძლია ოპოზიციას და ამ თვალსაზრისით იმედები თუ უნდა არსებობდეს ესეც რომ გითხრათ და უკვე დავამშვიდობთ. ხო, ну, მე არ მგონია რომ ოპოზიციის წარმომადგენლები იქ რამეს ამბობენ, რასაც ჩვენ საჯაროდ არ ვიგებთ. ცხადია რომ მუშაობა ჭირდება მათ შორის ვაშინგტონში, სწორედ იმიტომ რომ განსაკუთრებულ პრიორიტეტს საქართველოს არ წარმოადგენს ეს ერთი, მეორე იმიტომ რომ დასავლეთმა თავისი ინტერესები რეგიონთან მიმართებით ამ ეტაპზე გამოკვეთა სომხეთ-აზერბაიჯანის მიმართულებით და შედარებით მეორე პლანზე გადაიყვანა საქართველოს, იმიტომ რომ საქართველოს ამ წუთას ის მოიარებს როგორც პუტინის გავლენის სფეროს, ხოლო სომხეთმა და აზერბაიჯანმა მოახერხეს ამ გავლენიდან თავის დაღწევა და შესაბამისად პროდასავლურ კურსზე თუ დასავლურ ინტეგრაციაზე საუბრობენ რეგიონში და დასავლურ ინტერესებზე რეგიონში საუბრობენ იმ სახელმწიფოებთან, სადაც ამის მზაობა და ეფექტური შესაძლებლობა არსებობს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ აქედან კონკრეტული გზავნილები ჩავიდეს, აქედან ინფორმაციის პირველადი წყარო იქნება პირველადი, ვთქვათ, გზებით მოხდეს ადეკვატური ინფორმაციის მიღება და იმედები არის ის, რომ იქ უბრალოდ ყურადღება არ მოდუნდეს საქართველოსთან მიმართებით. ხო, ლობიზმში საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს ნაციონალური მოძრაობა, როგორც ამის თაობაზე გასუკვირას რამდენიმე მედია საშუალება. ხო, ლობიზმი არ ვიცი სწორი სიტყვა თუ რა ლობიზმი იქნებოდა ეხლა პარტიული ინტერესი რო იყოს, მაგრამ თუ იმაზე საუბრობენ, სახელმწიფო ინტერესი რა არის, მაშინ ლობიზმი ალბათ არასწორი სიტყვა. მადლობა ქავტონინო იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს. ნინო კალანდაძეს დავამშვიდობებით. ახლა რეკლამის შემდეგ ლელოს ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვერდეთ. მაშასე რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ პირდაპირ ეთერში მუშაობას. გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ჩვენთან. გამარჯობა ბატონო გრიგოლ და მადლობა რომ შემოგვიერთით. ბატონო გრიგოლ, გადაცემის ეს ნაწილიც მოდით საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებით დავიწყოთ და რატომ სტუმარს შეხვდა არა მხოლოდ ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, არამედ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც არც შეიძლება ითქვას, რომ კარგი ხანია, ალბათ რამდენიმე წელით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული არც ერთი პირი არ მიუღია. შესაბამისად ივანიშვილის არაბ სტუმრებთან გამოჩენა და გამოყვანა რას უნდა ნიშნავდეს ეს რომ გითხრათ და აღწერეთ ის სურათები და ვიდეო კადრები, რომელიც ამ შეხვედრასთან მიმართებაში ქართულმა ოცნებამ გაავრცელა. მოგესალმებით, ვისაუბრებთ ჩვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი ილუსტრაცია
იმისა, რომ კაცი, რომელიც არ ხვდება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, მაშინაც კი, როდესაც იცის, რომ ელჩმა მას უნდა გადასცეს ამერიკის უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენლების, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი, აი იგივე კაცი ხვდება არაბთა გაერთებული საამიროს ლიდერს, ხო ვთქვათ. ეს არის ძალიან კარგი დასტური იმისა, რომ ერთი მხრივ ივანიშვილი ცდილობს ეგრეთ წოდებულ დივერსიფიცირებას, ანუ პოლიტიკური დასავლეთის ნაცვლად ალტერნატიული პარტნიორების გამონახვას და მეორე მხრივ რომ ის ამასაც ძირითადად ვერ ახერხებს. აქ არის რამდენიმე დილემა. პირველი არის ის, რომ ქართულ ხალხს, რომელსაც განცხადებული აქვს, რომ მას სურს ევროატლანტიკური სისტემის წევრობა. 80%-ზე მეტი თვლის, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. და სწორადაც, სხვა გზა არ არსებობს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გზა არ არსებობს. ბიძინას ეკონომიკური უსაფრთხოების გზები არსებობს. მაგრამ ჩვენ ხო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება გვაინტერესებს და არა ბიძინასავლადიდება და ბიძინა რომელი ქვეყნის მიმართულებით გაიქცევა საკუთარი თვითმფრინავით, როდესაც მოუწევს ქვეყნის დატოვება. როდესაც ირაკლი კობახიძეს, მდინარეზე და სხვებს უბრალოდ მიატოვებს, შეატოვებს აქაურობას და პირდაპირ ჭორვილადან გაფრინდება რომელიღაც ქვეყანაში. და ეხლა აი მინდა ძალიან მარტივად ყველას ესმოდეს. ეხლა ივანიშვილი არის გადასული ამ ფაზაში აზროვნებისა. ერთი მხრივ აკონსოლიდირებს სისტემას და სწორედ მოუჭიროს სისტემას და კიდევ უფრო მყარად და მკაფიოდ მის ხელში იყოს პერსონალიზებული და მეორე მხრივ აწყობს გეგმებს. არავითარი ეკონომიკური ფიქრი მას არ გააჩნია, არავითარი როგორ ვთქვათ ალტერნატივების მაბათია ალტერნატივების ძიება რეალურად არ მიდის, იმიტომ მათ ძალიან კარგად იციან. არც არაბულ სახელმწიფოებს, არც ჩინეთს და არც სხვებს არ გააჩნია საქართველოსადმი იმ მასშტაბის და კალიბრის ინტერესი, რაც მათ აქ გლობალურ მოთხოვნაში ის სიტყვაც მინდა გავაცნოთ მაყურებლებს, რითაც ბიძინა ივანიშვილმა მიმართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტებს ციტატა: "ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დაახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება." აი რა ჩანს ივანიშვილის ამ სიტყვაში? ივანიშვილი გამოხატავს იმედს, რომ საამიროებთან სამომავლოდ ურთიერთობები იქნება კიდევ უფრო ღრმა. თქვენ ამბობთ, რომ მას ამის პერსპექტივა, უბრალოდ მას კი არა, ამის პერსპექტივა არ იქნება და არ არსებობს? არ იქნება. არ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან მარტივად ისეთი ტიპის, მოდი ასე ვთქვათ, აქტორებს, როგორც არის ვთქვათ, საემირო, ან როგორც არის ჩინეთი, საქართველოსადმი არ ექნება იმ მასშტაბის ინტერესი, რა მასშტაბის ინტერესიც ღირებულებების და მეგობრობის და დემოკრატიული პარტნიორობის გამო აქვს იგივე ევროპული კავშირის სახელმწიფოებს, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ცივილიზებულ დემოკრატიულ საზოგადოებას. ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც უნდა გავიმეორო ამ ძალიან რელევანტური ამბის პასუხად. საქართველოში და ქართულ ხალხს უფრო კონკრეტულად ვერ შესთავაზებ ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპული კავშირის და შესაბამისად ნატოს საპირწონეს. ნახეთ, ივანიშვილის პოლიტიკა არის რა. ეხლა მე რო ვიყო დღეს მთავრობის წარმომადგენელი, მეც ვივაჭრებდი რა თქმა უნდა გაერთებულ საამიროებთან მეტს, ჩინეთთან მეტს და ყველა სხვადასხვა მხარესთან მეტს, გარდა რუსეთისა ბუნებრივია, ხო? ყველასთან ვივაჭრებდი. იმიტომ რომ ისაც ჩემი ერის გამდიდრებას უწყობს ხელს, ისაც კაპიტალის შემოდინებას უწყობს ხელს, ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ნაწილიც იქნებოდა ეკონომიკური პრაგმატიზმი და დივერსიფიცირება, მაგრამ ივანიშვილი ამას კი არ აკეთებს. ის აკეთებს ორ რამეს. პირველი, გვაკარგინებს იმ პარტნიორებს და მეგობრებს, რომლის გარეშეც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური და არც გეოპოლიტიკური ცხოვრება და განვითარება არ არსებობს და ვერ იარსებებს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ნაწილი არის ოკუპირებული და ის რომ ეს ოკუპაცია არის არაღიარების რეჟიმში, სოფლიოს მასშტაბით. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 10 წლეულების განმავლობაში განხორციელებული შესაბამისი ზეწოლის გამო. კი ნახავთ, რომ ირანის გაერთიანებული
საემიროების ან ჩინეთის ინიციატივა ყოფილიყო, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარება არ მოხდეს. მე ამ ხარებზე კი არ მაგ ხარ რაღაცა ცუდად ლაპარაკი, პრაგმატიზმი გასაგებია, მაგრამ ჩვენი ღირებულებითი პარტნიორი ამ ერის და ამ სახელმწიფოს სუვერენობის დამცველი ვინ არის? ევროპული კავშირი, აშშ და ნატო. და მეორე, საპირწონე შეიძლება იყოს ისეთი მხარე, რომელიც ან ღირებულებითად, ან ეკონომიკურად, ან გეოპოლიტიკურად არის, როგორ ვთქვათ, თანაზომადი. არის რომელიმე აშშ და ევროპული კავშირის თანაზომადი ჩვენთვის იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, როდესაც ყოველდღიური საფრთხის წინაშე ვართ, მაპატიეთ და რომ აბოლებენ საზოგადოების ნაწილს, სლენგი მაპატიეთ, რომ მშვიდობა, ეს არის მშვიდობა? მშვიდობაში ვართ. არაბული სამყარო ვერ იქნება დასავლეთის ალტერნატივა. კობახიძე ნამყოფი არ არის. ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის, კაცი 45-46 წლის არის. და თვითონ აქვს ნათქვამი, არც კი ცხენია, რომ ნამყოფი არ არის, პრემიერი ქვია ამ ქვეყნის და ნამყოფი არ იცის დიდში როგორც ცხოვრობს ხალხი. ატოცში როგორც ხალხი, მე შემოგველი მაქვს იქაურობა. კიდევ არაერთი აქტუალური საკითხია და მინდა რომ თქვენი შეფასებად შევთავაზოთ მაყურებელს, მაგალითად ახლა ვისაუბროთ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომელზეც წელს არა ირაკლი კობახიძე, არამედ მიხეილ ყაველაშვილი იქნება წარმოდგენილი და ის ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გაემგზავრა კიდეც. აი რა პასუხი გაქვთ კითხვაზე? გაეროს თუ მიაგნო მე მაინტერესებს. რატომ ყაველაშვილი და არა კობახიძე და მეორე მხრივ რას დაინახავს თქვენი აზრით საერთაშორისო საზოგადოება წელს იქ საქართველოს შესახებ? აბსოლუტურად ვერაფერს. მე ერთადერთი წუხილი მაქვს გაეროს ნაცვლად სხვა შენობაში არ შევიდეს და კიდევ უარესად არ მოგჭარს თავი. სხვა ხარ რა უნდა დაინახო ყაველაშვილისგან, რომელიც ვერც ქართულად ვერ ამბობს ვერაფერს, იმიტომ რომ აქ რაღაც ლინგვისტურ ამბავზე უსამხობ ხაზს. აი ვერ საუბრობს ინგლისურად. ეგ საერთოდ არ მგონია პრობლემა. შევარდნაძე ვერ საუბრობდა ინგლისურად, მაგრამ ძალიან დიდი გეოპოლიტიკური გონი ჰქონდა ობიექტურად, ხო? მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დღე არ ყოფილა მისი გულშემატკივარი და ფანი და იმ უბედურებაში გავიზარდე, რაც მისლებს ახლდა, მაგრამ ძალიან დიდი მასშტაბური გეოპოლიტიკური გონი ჰქონდა და დატოვა რელსები, რომელზეც სწორად სიარული შეიძლებოდა და მე განვითარება. და კოცები, ზუსტად კოცები არიან პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი სხვა, რაც წინა ხელისუფლებებმა შექმნეს, ყველაფერი გადახაზა, ყველა აგური ჩამოანგრია და ჩამოაქცია. აი ყველა ხელისუფლებამ რაღაც დატოვა საგარეო პოლიტიკური კუთხით, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები მათ შორის ჩვენი ზომის და მასშტაბის ქვეყნისთვის ამ უმძიმეს რეგიონში. აი მხოლოდ კოცებმა, რომელთაც არავით არის, აი ტრადიციას ვერ ირჩევენ, ხო? თბილისობაც კი ნახეთ, სად აიღეს და გადმოწიეს. ხო? როდის შექმნილი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის კონკრეტულ კალენდარს ემთხვევა, იქ რთველს ასე შემდეგ, ხო? აიღეს და გადმოწიეს წინასაარჩევნოდ. აი ეგეთი ხალხია, ხო? არ მახსოვს რომ ქალებს არ დასხვია არც ერთი ხელისუფლება ქუჩაში და ჟურნალისტ ქალებს თავს, ხო? აი ყველაფერი შეგეთი არიან, ყველაზე უფრო მარტივი და ყოფითი მაგალითებით დაწყებული, დამთავრებული საგარეო პოლიტიკით, ხო? აი აბსოლუტურად იავარქმნეს და ფეხქვეშ გათელეს ყველა ის მიღწევა, რაც ჩვენ ისტორიულად ჰქონდა სხვადასხვა ხელისუფლების დროს, რომლიდანაც არც ერთის გულშემატკივარი მე არ ყოფილა. მაგრამ შემიძლია დავინახო, რომ ამ ქვეყნისთვის კარგ რაღაცებს აკეთებდნენ და ხა ყაველაშვილი არის აი განსხეულება აი ტოტალური პოლიტიკური დეგენერაციისა, რაც ჩვენ განვიცადეთ და დეგრადაციისა. ეს არის რუსული პროექტი. კაცი, რომელიც არაფერს არ წარმოადგენს, მართლა დიპლომიც არ აქვს და ეს ამხრივარი არსებითი, ხო? კაცი, რომელმაც რუსული პროექტი შეიტანა, რუსული ფრაქციის, ოფიციალურად პრორუსული ფრაქციის ლიდერი იყო. აი ეგ კაცი უნდა დასვას ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტად. აი ეს არის პოლიტიკური დებილიტაციის და დეგენერაციის თვითმმართველობის საჩუქრები ახლოვდებოდა ერთი კითხვის დასმა თემაზეც მინდა მოვასწროთ, თუმცა იქამდე მოდით ამერიკიდან ბრიუსელშიც შემოვიაროთ და ერთი კითხვა დავსვათ იმ ვიზიტზეც, რომელიც გასულ კვირას ჰქონდა თქვენი პარტიის ლიდერებს, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძეც იმყოფებოდა ევროკავშირის დედაქალაქში, განსაკუთრებული ყურადღება სხვა შორის მიიქცია კუპრაძეს შეხვედრამ ბრიუსელის მერთან, სადაც საუბარი, როგორც ამბობთ, ორ ქალაქს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. გაჩნდა კითხვა, ხომ არ ასე ვთქვათ, ჩქარობს კუპრაძე იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნები ჯერ კიდევ წინ არის და ეს არჩევნები კუპრაძეს მოსაგები აქვს. რა გინდოდათ, მოკლედ, ბრიუსელის მერთან შეხვედრით გეთქვათ, ეს მინდა გკითხოთ და ზოგადად ევროკავშირის დედაქალაქში ვიზიტის შესახებაც, რომ მიაწოდოთ მაყურებლებს ინფორმაცია. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, რომელიც აჩვენებს რას? იმ ფონზე, როდესაც ამ ქალაქის დღევანდელი მერი, რუსი მერი
კახაკალაძე ყოველდღიურად ესხმის თავს მთელი ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერებს. ამ ფონზე ევროპის დედაქალაქის მერი ხდება ირაკლი კუპრაძეს. და ეს აჩვენებს და სწორედ ის, რომ ირაკლი ჯერ არ არის მერი და წარმოადგენს უბრალოდ ხალხის ხმას, რეალური ხალხის ხმას და ეს ქალაქი არის 70% ოპოზიცია, ეს ჩვენ უნდა გვახსოვდეს ძალიან კარგად, ხო? და ის რომ მას ხდებიან, მას ესაუბრებიან, მასთან უნდათ საქმის კეთება. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე ვნახეთ ბატონი ფილიპ კლოზის პირდაპირი მხარდაჭერის ტექსტი, ის მხარს უჭერს ირაკლი კუპრაძეს. ეს არის მე პირადად გულწრფელად გეტყვით, მე არ მოველოდი თუ ასე რაღაცას გააკეთებდა. ეს აბსოლუტურად არც მოაზრებული იყო, არც ვერც დაგეგმა ეს რაღაცა. რომელიმე ევროპელ პოლიტიკოს ამის გაკეთების, ასე ვთქვათ, უფლება. კი, როგორ არა, ეს არის ინდორსმენტი, ყოველთვის ხდება მსოფლიო პოლიტიკაში, როდესაც ერთი ქვეყნის გარკვეული რანგის პოლიტიკური ლიდერი სხვა ქვეყანაში საკუთარ თანამოაზრეს უჭერს მხარს. ეს ძალიან მიღებული და ცივილიზებული ამბავია, ხო? მაგრამ ეს ხოცებს არ აქვთ ხოლმე, იმიტომ რომ არავინ მათ არ უჭერს ხალხს. აი ვითომ რომ ჩინეთთან კარგად არიან, იმ ჩინეთმაც პარაძე არ დაპატიჟა, ხო? გვახსოვს. ხო? ახლა ირანთან ვითომ ის ირანიც პანაშვილზე ჩავიდნენ, ხო? თორე იქაც არავინ არ ელის. ხოცი არის საცოდავი არსება პოლიტიკურად. აი ეს რობოკოპები რო არ ყავდეს, კაცი შულს არ აინტერესებს არსად, არც ირანში და არც ჩინეთში და ეხლა ევროპაში ხო საერთოდ უკვე ვეღარ დადიან. სადაც ირაკლი კუპრაძე იყო, აი ესეც არის. იქ ეს არის ვეღარ ჩავლენ, სანქცირებული არიან, ხო? ცივილიზებულ მსოფლიოს არ აინტერესებს ხოცი. იცის რაც არის, მატყუარა, ფლიდი, კორუმპირებული, ანტიევროპული, ანტიეროვნული. ვის რაში უნდა ესეთი? ირაკლი კუპრაძე არის კომპეტენტური, სუფთა, წესიერი, ახალგაზრდა, კარგი გუნდი ყავს, ძალიან დადებითი პიროვნება არის, რა ვიცი, ალალი კაცი არის. მე ძალიან კარგად ვიცნობ და ჩემი ახლო მეგობარია და შემიძლია ღია ეთერში თქვა ყოველთვის, რომ აბსოლუტურად ჩემს სიცოცხლეს ვამბობდი იმდენ სწორი პრინციპების ადამიანია და ესეთი კაცი ყველას აინტერესებს, ფილიპ კლოზისაც და ყველა სხვასაც და საარჩევნო არასაჯოდ იცით რამდენი კომუნიკაცია გვაქვს ელჩებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, ყველას აინტერესებს ირაკლი კუპრაძე. იმიტომ რომ ხედავენ რომ ამ ქვეყანაში ირაკლისნაირი პოლიტიკოსების არსებობა ნიშნავს სწორი ჯანსაღის სუფთა პოლიტიკური პროცესის გაგრძელების შანსს. საარჩევნო კამპანიის წარმოების რეჟიმში ხართ და ამაზეც დაგისვათ ერთ კითხვას, როგორ მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია და რა ხარვეზებს აწყდებით, გარდა იმისა, რომ თქვა თქვენი პარტიის კანდიდატების საარჩევნო ბანერს ქართული ოცნების კანდიდატების საარჩევნო ბანერს საკრავენ ზემოთ. ხო, აი ჩემი ჩამოუხევიათ გუშინ, რას მიუთითებს იმ კოლექტიურ მართლაც საცოდაობაზე, ასე ვქვია, ქართული ოცნება, მაგრამ ერთ დიდ ხარვეს ხოცები არ მაინტერესებს ძალიან დიდი ხანია, ვიცი რაც არიან, უბრალოდ მინდა რომ შენ დავამარცხო ყველგან, სადაც შესაძლებელია და რაც შევა მალე. მაგრამ ხარვეზი, რომელსაც ვაწყდები, არის ის, რომ ამ ბრძოლაში არ არის ჩართული მთელი ოპოზიცია. ეს არის ძალიან დიდი ხარვეზი. ეს არის სამწუხარო რამ, ეს ხარვეზი მეტია, მაგრამ თქვენს კითხვაში იყო სიტყვა ხარვეზი, ამიტომ ამით გამოვაყურები და მე ვხედავ კიდევ ერთხელ და ვწმუნდები, რომ პირველი დიდი უმრავლესობა ამ ქალაქის მაცხოვრებლების მოდის არჩევნებზე. მე ასობით ადამიანს ველაპარაკები ყოველ დღე და უკვე რამდენი დღეა. მე ვერ ვხედავ ადამიანებს, რომელიც არ მოდიან არჩევნებზე. ადამიანების დიდი უმრავლესობა ამბობს, რომ მოდიან არჩევნებზე. და მაინც რასებს ყოდით მათ, ვინც გეუბნებათ, რომ 4-ში გელოდებათ სერიოზული იმედგაცრუება. მანდაც მოვალ, ვისაც გონია რომ რამე იმედგაცრუება მელოდება ან 4-ში, ან 5-ში, ან 6-ში, არ ესმის ჩემი და ჩვენი ბრძოლის არსი. ჩვენ ვართ ხანგრძლივ ბრძოლაში. ეს ხო გასული წლის ნოემბერში ვთქვით. თელმა ოპოზიციამ მათ შორის. მე ძალიან კარგად მახსოვს სხვა კოლეგები როგორ ამბობდნენ იგივეს. ხანგრძლივ ბრძოლაში ვართ. ხო, თუ ხანგრძლივში ხარ, მოდი იყავი და იბრძოლე ყველა ინსტრუმენტით, ხო? და რაღაცა კალენდრულ დავებში ნო გადახვალ, ხო, რაღაცა იქ რომელიღაც სექტემბერი, რომელიღაც ოქტომბერი, ყველა დღე. ირიკით ხომ არ ფიქრობთ, რომ ყველა დღე არის ბრძოლის დღე. მათელოდებათ, ასე ვთქვათ, იმედგაცრუება, რომლებიც მშვიდობიანი რევოლუციის მოწყობას აანონსებენ. მათგან განსხვავებით, კოლეგების ნაწილისგან განსხვავებით, მე შემიძლია ცოტა წინ გავიხედო და გავიხსენო, რომ ხვალ ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ მინისტრთა კაბინეტი. ამ რეჟიმს ან დავამარცხებთ ერთად, ან ვერ დავამარცხებთ საერთოდ. სამწუხაროდ კოლეგების ნაწილმა ეს დაივიწყა და ისეთი რაღაცები გააკეთა, ან თქვა, რაც არ ჯდება არავითარ კოლეგიალობაში, არც აზრში, არც კეთილსინდისიერებაში, მაგრამ ჩვენ არ ვპასუხობთ ამას შეგნებულად, იმიტომ რომ ბიზნეს საქმის კეთება არ გვინდა.
მაშველი რგოლი ბიზნესთვის არავინ არ უნდა გახდეს, არც რიტორიკით და არც მოქმედებით და სამწუხაროდ ზოგიერთი ადამიანი გახდა, და მას პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ 5 ოქტომბრამდე არ პასუხობ არაფერს. აი 5 ოქტომბრის მერე შევა ძალიან ბევრ რაღაცას უპასუხო. კეთილი 5 ოქტომბერს კარგი მახსოვება. ისტორიკოსი ვარ, ძალიან კარგად მახსოვს, ვინ რა თქვა, რა გააკეთა და არავის არ ეგროს პასუხები არ გვაქვს. ძალიან ბევრი პასუხი გვაქვს, უბრალოდ უფრო მეტი კეთილგონიერება გვაქვს და გვესმის ამ ბრძოლის რეალური შინაარსი. ამოიწურა სამწუხაროდ ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო და უნდა დაგემშვიდობოს. 5-ში ისევ დაგპატიჟებთ და კიდევ ერთხელ შევხვდეთ ერთმანეთს. აქ დავიწყებ უფრო მეტად. გრიგოლ გეგელია პასუხობდა ჩვენს კითხვებს, ვემშვიდობებით სტუმარს. დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებულია. ერთმანეთს უკვე ხვალთ 11 საათზე შევხვდებით. ნახვამდის.